მოგესალმებით მეგობრებო, წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ვისაუბრებ. ჩემი საავტორო წიგნი თინეიჯერის დღიურებიდან და ეს წიგნი მოკლედ ვინც არ იცით, არის ჩემი დღიურებიდან, რომელიც დაწერილი არის 16-დან 19 წლის ასაკამდე და უფრო ადრე და 2005 წლამდე. წიგნში არის ილუსტრაციები, ლექსები და მოთხრობები. ამ წიგნს, მეგობრებო, ამ წიგნს ვყიდი. რაც უნდა გაგიკვირდეთ, მე ვყიდი ამ წიგნს. დიახ, მე გადავწყვიტე, რომ სისტემის ნაწილი გავხდე. როგორც თქვენ ხართ ყველანი და დავიღალე ამ სისტემის გარე ყოფნაში, იმიტომ რომ რაღაცა შემთხვევაში მეც ამ დედამიწაზე ვცხოვრობ და ამ დედამიწის ადამიანი ვარ და სხვათა შორის ეს სისტემა ისეთია, რომ კაცობრიობა ის ეყავს თავის თავში ჩაკეტილი, რომ სისტემის გარეთ მყოფ ადამიანებს ვერ იღებს, ანუ ვერ აკცეპტირებას ვერ უკეთებს. ვერ იღებს და გადავწყვიტე, რომ მეც თქვენნაირად სისტემაში ჩამოვიდე და ეს წიგნი მოგყიდოთ. წიგნი ღირს 25 ლარი და შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემთან. თუ თქვათ შეძენა მოგინდათ, მომწერეთ პირადში და მე ამ წიგნს გამოგიგზავნით, მაგრამ გზავნილის თანხა დაემატება. შეიძლება 6 ლარი, შეიძლება 14 ლარი. გააჩნია გავარკვევ რაღაც კურიერი ყოფილა კიდე, რომელიც უფრო იაფიანია ვიდრე საქართველოს პოსტა. ყოველ შემთხვევაში რაღაცას ვიზავ, მაგრამ სანამ რაღაცას ვიზავდე, ვინც თბილისში ხართ ხომ, ესე სათითაოდ რო არ ვიარო, გადავწყვიტე, რომ მოვაწყო პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ვინც მოხვალთ, წიგნი, რომელსაც უკვე შეძენილი გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩემთან აიღოთ ხელმოწერით, მეგობრებო, და ვისაც გავუგზავნი, ის წიგნი ხელმოწერით არ იქნება, თუ თხოვნა არ შემოვიდა, რომ ხელმოწერით ვიდა. დიახ, რაც შეეხება ახლა დანარჩენ საკითხებს, სად მოეწყობა პრეზენტაცია, ამას გაცნობებთ კიდევ, მეგობრებო. მე ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს, ორი ლოკაცია მაქვს თავში, ერთ-ერთს ავირჩევ, ჯერ უნდა გავესაუბრო ამ ხალხს და როგორ იქნება პირობები, ამის მიხედვით მე გაგაცნობთ, სად მოეწყობა ეს პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოეწყობა თბილისში, მეგობრებო. რა თქმა უნდა, პრეზენტაციაზე თქვენთვის სასარგებლო იმით იქნება, რომ შეგიძლიათ დამისვათ კითხვები, შეგიძლიათ დამისვათ როდესაც წავიკითხავ და რამდენიმე ჩემს ლექსს ან მოთხრობას ავიღებ, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, თუ რა არის ამაში ნაგულისხმები, ვიმსჯელოთ, ვიპაექროთ, ხა ჩემს ნაწერებზე თქვენ რატო უნდა იპაექროთ, მაგრამ მაინც მე როგორც ესეთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, ყოველთვის პაექროფაში შევდივარ ხოლმე სხვა ადამიანთან, არა ცუდი გაგებით, გესმით? ერთი წუთით. ამიტომ, მეგობრებო, შეგვიძლია ესეთი რამე გავაკეთოთ, თქვენ მომწერთ, რომ მინდა პრეზენტაციაზე მოსვლა. პრეზენტაცია მოეწყობა შაბათ დღეს და იქნება ეს შემდეგი შაბათი, თუ იმის იქით შაბათი, ამას კიდევ გაგიცხადებ. ახლა მე დაგემშვიდობებით და წავალ ახალ ლაივზე. ახალ ლაივში მე ვისაუბრებ იმ ხალხზე და გავესაუბრებ იმ ხალხს, ვინც მწერთ და ვერ გპასუხობთ და ყველა სახელს და გვარს ამოვიკითხავ, რომელ ადამიანებსაც მე ვერ გპასუხობთ, იმის გამო, რომ აი ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის და მე ამის დრო უბრალოდ არ მაქვს, რომ თქვენ სათითაოდ გაგცეთ პასუხი და ყველა იმ ადამიანს მე ვისაც ახლა ამოვიკითხავ და ჩემს ლაივებს უყურებს და გამომეხმაურება, რომ აი ეს მე ვარ, იძულებული ვიქნები, რომ მას პასუხი გავცე, იმიტომ რომ ვინც არ უყურებს ჩემს ლაივებს, მას უბრალოდ მასთან კონტაქტის დამყარება მე არ მსურს და დროის ხარჯვა არის, მეგობრებო, ტყუილი დროის ხარჯვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავადმყოფი ადამიანი არის, რომელიც მწერს და აი ერთ-ერთ
ჩვენს გუშინდელ საუბარს გაგანდობთ ამ ლაივში, რომელშიც ეხლა გადავალ. ახლა გემშვიდობებით მეგობრებო და თქვენ შეგიძლიათ შემომიერთდეთ შემდეგ ლაივში დროებით. ყველა ვინც დაინტერესებულია წიგნით, ყველას დიდ მადლობას გიხდით და ყველას ვინც უკვე წინასწარ შეიძინეთ წიგნი, დიდ მადლობას გიხდით.